ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა საქართველოში ეს არის ღვიძის გაცხიმოვნება. ჰეპატური სტეატოზი. როგორც წესი, როცა ხდება გაცხიმოვნება უშუალოდ ღვიძისა, პაციენტს არაფერი ჩივილიც არ აქვს. უბრალოდ სრულიად შემთხვევით უღებენ ხოლმე უშუალოდ ультრავგერით გამოკვლევას და დასკვნებში წერია, რომ გაცხიმოვნება ღვიძისა. და მერე პაციენტი პანიკობს და იწყებს ხოლმე მოძიებას ინტერნეტში, თუ აი როგორ მოაგვაროს ეს გაცხიმოვნებული ღვიძლი, რა სახის ბჭყალებში ჩაიდალიოს, იქნებ რაღაც საშუალება იპოვოს, რომ ეს ღვიძლი ჩააყენოს ფორმაში. მოდი მომისმენე ყურადღებით და მეკითხი ყველაფერს რა უნდა იცოდე მის შესახებ. ღვიძლის გაცხიმოვნება საქართველოში იშვიათი ნამდვილად არ არის და საკმაოდ ბევრს აწუხებს ის. ოღონდ ეს ერთი დაავადება კი არ არის. ეს არის იდეაში რამდენიმე მდგომარეობის ერთობლიობა, რომლებსაც მერე და მერე თუ არ მიხედავ და ყურადღებას არ მიაქცევ, შეიძლება უკვე გადაიზარდოს უფრო უარეს საკითხებში. ანუ უბრალოდ ღვიძლის გაცხიმოვნება, როგორც რაღაც ასეთი კი არ დარჩება, არამედ მერე ამაში უკვე მოყვეს უშუალოდ სტეატო, ჰეპატიტი, ანთება საკუთრივ ღვიძლისა, ღვიძლში ფიბროზული ქსოვილის განვითარება უფრო და უფრო მძიმე ხასიათის და მერე უკვე ციროზი და შეიძლება ძალიან შორს წასულ შემთხვევებში უკვე ონკოლოგიაშიც კი გადაიზარდოს. ოღონდ ეს ხდება იშვიათად. უმრავლეს შემთხვევაში ხდება მისი მოგვარება, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს პაციენტის ღვიძლი. ნახე რა ხდება. როცა საქმე ეხება ღვიძლის გაცხიმოვნებას აქვს ზოგადად რა თქმა უნდა თავისი მიზეზი, ხო? რა მიზეზი შეიძლება იწვევს გაცხიმოვნებას ღვიძლისას? მე გეტყვი 4-ს. ისე ბევრი აქვს, მაგრამ მოდი 4 გეტყვი, რაც ყველაზე უფრო ხშირია ხოლმე. პირველ რიგში ეს ალკოჰოლია. არ და გავუწეს. ალკოჰოლი არის ყველაზე ხშირი მიზეზი გაცხიმოვნებისა საკუთრივ ღვიძლის. როგორც წესი, როცა ადამიანი არის ალკოჰოლის მომხმარებელი, თითქმის 90%-ში საუბარია ცოტა უფრო ინტენსიურ მომხმარებელზე, ღვიძლის გაცხიმოვნების რაღაცა ხარისხები ყოველთვის გვაქვს. მეორე, ეს არის რა თქმა უნდა და არანაკლებად ხშირი, ეს არის სწორედ რომ წონა. როცა სხეულის მასის ინდექსი უკვე 28-ზე და ზევითაა, აქაც ასევე ხდება ხოლმე ღვიძლის გაცხიმოვნება, როგორც წესი და ეს ჭარბი-წონა ტიპური გამომწვევია ჩვენს რეალობაშიც. მესამე არის მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტიც ასევე მიზეზია ღვიძლის გაცხიმოვნებისა და კლასიკურად ესეც ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია ჩვენს რეალობაში. და მეოთხე ეს არის მედიკამენტები. ტიპურად მოიაზრება ხოლმე სტეროიდები. ჰორმონებს ეძახიან ხოლმე ბჭყალებში, თუმცა მაგათ გარდა კიდევ სხვა ბევრი მედიკამენტი ასევე იწევს გაცხიმოვნებას ღვიძლისას. ასე რომ დაფიქრდი, თუ ხარ ადამიანი თქვა ალკოჰოლის მომხმარებელი, სხეულის მასა საკმაოდ დიდია, ან გაქვს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ან მოიხმარ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს, ძალიან მარტივად შეიძლება ჩვენ გქონდეს სწორედ რომ გაცხიმოვნება ღვიძლისა. როგორ მოვიქცეთ? პირველ რიგში რა თქმა უნდა აუცილებელია მიმართოთ ექიმს, მაგრამ საქართველოს რეალობაში ეს როგორც წესი რჩება ხოლმე ესე რეკომენდაციად მშრალ. ნაკლებად რომ მიმართო უშუალოდ სპეციალისტს. რახან ესეთ რეალობა არის, სწორედ მაგიტომაც უნდა მე გარკვეული რჩევები გაგიზიარო. ზოგადად როცა არის გაცხიმოვნება ღვიძლისა, ინტერვენცია პირველ რიგში ძალიან მარტივია და გულისხმობს იმას, რომ პაციენტმა უარი უნდა თქვას ალკოჰოლზე, თუ ის არის ალკოჰოლის ინტენსიური მომხმარებელი და ეს უარი თქმა უნდა იყოს ეტაპობრივი. თუ ალკოჰოლს პაციენტი არ მოიხმარს და გაცხიმოვნება მას მაინც აქვს თქვა წონიდან გამომდინარე, მაშინ შემდეგი რეკომენდაცია და უფრო სოლიდური რეკომენდაცია არის სწორედ რომ წონის კლება. მაინც რამდენი? 0.5-1 კილოგრამი კვირაში. და ჩვენ მე აი ამ პაციენტს მესამე თვეზე და ასევე მეექვსე თვეზე გადავამოწმებთ ამინოტრანსფერაზების რაოდენობას. თუ ისინი თქვა თავიდან მომატებული იყო, მესამე და მეექვსე თვეებზე აი როგორც წესი აი ამ წონაში კლებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად უკვე ჩადგება ფორმაში და გაცხიმოვნებული ღვიძლიც მარტივად მოგვარდება. ანუ მარტივად რო გითხრა, როცა არის ღვიძლის გაცხიმოვნება, წონაში კლება ეს არის ყველაზე სწორი რაღაცა, რაც შეგიძლია გააკეთო. ვიდრე თქვა რაღაცების დალევა, თქვა იქ ჩაისა, იქ რაღაც ამისა, ეს ყველაზე უფრო სწორი რეკომენდაცია. მესამე ეს არის ის, რომ თუ სისხლში მაღალია ლიპიდების შემცველობა, ქოლესტეროლი მაგალითად, ხო, უნდა მიიღოს პაციენტმა ანტიჰიპერლიპიდემიური საშუალებები. და იმავდროულად თუ ასევე გამოხატულია შაქრიანი დიაბეტი, ეს შაქრიანი დიაბეტი უნდა იმართოს. როგორც წესი ტიპურად გამოიყენება ხოლმე მეტფორმინის შემცველი მედიკამენტები, მაგრამ თუ პაციენტი მას ვერ იღებს რაღაცის გამო, ანუ უჩვენება აქვს მასზე, სხვა ჯგუფის ჰიპოგლიკემიური, ანუ შაქრის დამაქვეითებელი საშუალებები. მარტივად რო გითხრა, იმატებს ლიპიდები, მათ დავწევთ, იმატებს შაქარი, მათ ასევე დავწევთ. ესაც ასევე დამატებთ რეკომენდაციებია. მაგრამ აქვე მე მინდა გითხრა E ვიტამინის როლს. ზოგადად რამდენი დაავადება გახსენება, სადაც გამოიყენება აქტიურად E ვიტამინი. არც ისე ბევრი, სულ რამდენიმეა, თითქოს შეიძლება ჩავთვალოთ ყველა მათგანი და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ რომ არის გაცხიმოვნება ღვიძლისა, ოღონდ როცა უკვე ყარდება ღვიძლში უშუალოდ ფიბროზული ქსოვილი და ან არის ანთება იმავდროულად. აქ საუბარია უშუალოდ E ვიტამინზე, ეხლა თქვენ აქ კადრებშიც დაინახავთ საკუთრივ E ვიტამინს. ამ შემთხვევაში E ვიტამინი ნიშნება ხოლმე დღეში 800 საერთაშორისო ერთეულის ოდენობით, ტიპურად ნიშნება სწორედ რომ საკვებთან ერთად. და
და ამ შემთხვევაში ვიტამინი ეხმარება ღვიძლს, რომ მისი მემბრანები უჯრედებისა იყოს სწორად ფორმირებული და ნაკლებად დაზიანდეს ანთების ფონს და ასევე ნაკლებად გამოხატული იყოს ღვიძლში სხვა სახის ცვლილებები, მათ შორის შემაერთებელი ქსოვილის ჩალაგების ხარისხიც. ვიტამინის გამოყენება უმჯობესია საკვებთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის სწორედ რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინი, როგორც არის თქვა A ვიტამინი, D ვიტამინი და K ვიტამინი, მათ შორის E ვიტამინიც ცხიმში იხსნება და ყველაზე უფრო იდეალურია მის მიღება სწორედ რომ ცხიმია საკვებთან ერთად, მცირე ოდენობით. ამ შემთხვევაში ეს ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხი ალკოჰოლზე უარის თქმასთან, წონაში კლებასთან, დიაბეტის მართვასთან და ლიპიდების აქვეითებასთან ერთად ძალიან მარტივად მოგვარდება. მალე დარჩევით თუ ამ ჩვენს კიდევ ერთ ყურადღებით მოусმე, კარგად დასვამ სწორ აქცენტებს და ასევე გავიზიარებ სხვებსაც.